24 საათი ზღვის სანაპიროზე, შეზღუდული რესურსი, არანაირი კარავი, წყალი და საჭმელი. ეს ყველაფერი საკუთარი ხელით უნდა მოვიპოვო. მომავალი 24 საათის განმავლობაში ჩემი მიზანია ავაგო თავშესაფარი, ვიპოვო და გავფილტრო სასმელი წყალი, მოვიპოვო საკვები და დავანთო ცეცხლი. წამომყევით და ერთად ნახოთ, გაძლევს თუ არა ადამიანი ველურ ბუნებასთან პირისპირ. გამარჯობა მეგობრებო, მე ომარი ვარ და ეს ვაილდოქის არხია. ურეკის სანაპიროზე გამოვედით, აქ ვაპირებ ვიკემპინგო, ტენტი მაქვს ერთი წამოღებული და ვაპირებ რომ ქვიშა მოვთხარო და ღამე იქ გავატენო. აი ქვე მდინარე სეფაც არის და თუ ზღვაში ვერ დავიჭირე ვერაფერი, აქ ვეცდები მოვიპოვო თევზი. აი ეგ დავბანაკდები. ქვიშა არის ძალიან ცხელი რა, ძალიან. აი ამ ტერიტორიას ამოვთხრი ზემოდან ტენტს და ვადებ და ეგ იქნება ჩვენი მზისგან დამცავი და ღამეც იმედია ქარისგან დაგვიცავს. ურა ცხელი ქვიშა. არ მეგონა ესე კარგად თუ დაიჭერდა სილა. დამთავრდა კემპინგი. აი ახლა ამას ამოვთხრი ქვემოთ, კარგად მოვაწვა, მერე საღამოს აი აქ წინა მოვთხრი და ცეცხლს დავანთებ და ჩემ დაჭერილ რაღაცეებს შევწვავ და ჩერების დრო არ არის. გავაგზელოთ ხრა. ქვევით შედარებით გრილია. ყველაზე მარტივად საკეთებელი კონტენტი. და როცა მეკითხებით როგორ დავიწყოთ ეს კონტენტიო, თუ ამ ყველაფერთვის ზადართ ხართ დიდი შრომისთვის და რისკისთვის, რობია საერთოდ არ დაიწყოთ და სხვა კონტენტი აერჩიოთ. საათზე მეტი ავთხრი და ან დავიღალე ძალიან. აი ესეთი სიღრმე გამოვიდა რა. ურა, კაია დასვენება. როგორ გრილა აქ რომ იცოდეთ. ეს არის ჩვენი ახალი საძინებელი. სიგრძე კიდე მინდა. ფეხებისკენ გავაფართოვებ მე საღამოს. ეხლა მეტი აღარ შემიძლია, წყალი თუ არ დავლიე, ცუდად ვარ. დინარეც აქვია, დინარიდან ავიღებ წყალს და იმას გავფილტრო. ესეთ 5 ლიტრიანი ვედრა გამოვწერეთ ემოდან. და ეხლა გავტესტავთ რა სიზამს, ამით ავიღებ წყალს დინარიდან. აი ესეთი ვედრა გვაქვს, ამას გავავსებ ახლა მდინარის წყლით და ავბრუნდები უკან ბანაკში. ძალიან წყურია ძალიან და იმედია ეს მდინარე ცოტათი მტკნარი მაინც იქნება რა. საკმაოდ ჩავიდა. ჩვენი ბანაკიც მე ახლა ბევრჯერ ამას ვერ ავადუღებ და ჯობია აი ამ დიდით ავადუღო რა. საერთოდ არა აქვს მარილის გამო. აია. მაგრამ მაინც ჯობია წამოვადუღოთ რა. ერთსაც დავამატებ და მზად არის რა. საკმაოდ აგვიგრილდა. ისეთი სიცხე აღარ არის როგორც იყო. ეხლა ამას დავლევ. სითხით შევივსები და შემდეგ უნდა მოვიპოვო საკვები. დადგა ის დღე, როცა ეს გაზიც დამთავრდა რა, გამოილია, მაგრამ ადუღება მოასწრო. ეხლა ამას გადავიტან მათარაში და სასმელი წყალი გვექნება უკვე. ცოტაც გაგრილდეს და მერე დავლიოთ. ეს უკვე დამთავრდა. მუშაობა დაიწყო წალკაში და ამთავრა ურეკში.
ძალიან მაგარი ფილტრია, მართლა რეკომენდაციას უწევ. საერთოდ არც მარილის გემო აქვს და არაფრის გემო არ აქვს. აი როგორც სასმელი წყალი ისეთია რა. ძალიან კაი რაღაც. ეხა დროა გავემზადო, ჩავყვინთო სხვაში და ამოვიყვანო მოლუსკები. მოკლედ გავემზადე ზღვისთვის. ასაცმელი გამოვიცვალე, ჩავყვინთავ და ნახოთ აბა დავიჭერ მოლუსკებს თუ დავრჩები მშიერი. იმედია რაღაცას დავიჭერ. მოკლედ სადღაც 1 საათი, საათნახევარი ვითევზავე. აი ეს გავავსე სულ მოლუსკები. დღეს მეყოფა. საგვარისი ულუფაა და კიდე მინდა სპინინგზე ვითევზავ. და ნახოთ აბა თევსაც თუ დავიჭერთ, ხოთლად კარგი. სპინინგისთვის წამოვიღე აი ესეთი ბუზის ფორმის სატყუარები. მე უფრო კარგად გაჩვენებთ რა. და ამით მინდა ვცადო თევზაობა აქ. დიდი თევზი მაინც არ იქნება და ჯობია პატარა სატყუარა გამოვიყენო. აი ესეთი სატყუარა მაქვს, ბუზის ფორმა აქვს, ზემოთ რკინა აქვს, ოქროსფერი, სხვა ფერები აქვს, ვეარი ვერცხლისფერი, კამელეონი და ასე შემდეგ. და ამით შევეცდები დავიჭირო რამე. ყოველ თევზაობის წინ მაქვს იმედი, რომ რაღაც დიდი უნდა დავიჭირო და ბევრი, მაგრამ ყოველთვის იმედი გაცრუებული ხელცარიელი ვრუნდები უკან სახლში. ესე ავაწყვეთ. ვცადოთ აბა ბედი. მოკლედ როგორც ველოდებოდი, ისე მოხდა რა. იმდენი ვისროლე, მაგრამ არაფერიც არ წამოედო საერთ. ხელი მეტკინა იმდენჯერ ვისროლე. ზე უკვე ჩასვლა სიწყებს მალე ჩავა. ესეა. ლამაზი დაისი გვაქვს და დროა შეშამოვიმარაგო, რომ მე მოლუსკები მაინც შევწვა და ის მაინც შევჭამთორე და არჩები მშიერი. ზე თითქმის ჩავიდა, ხერხი ავიღე და წავედით ახლა რაღაცეები მოვჭრათ, თორე ცეცხლს ვერ დავანთებთ. აი მოთხრი ქვიშას ეს ბანაკი და ეს დაყრილი სილაც ქარს კარგად აკავებს და მოთხრი ქვიშაშიც იმდი აღარ ჩაქრება ცეცხლი. აი ახლოს ამოვთხრი რომ საქარე იყოს. მგონი ცოტა ღრმაც მომივიდა. ზევიდან მშრალს მოვაყრე. ეგა ჯერ ამ ხმელ ქერქებს ჩავყრე. მარტივად რომ მოეკიდოს და შემდეგ დავაყრე ამათ. დაინთე რა გთხოვ, დაინთე. მოკლედ ცეცხლს ძალა არ ყოფნის და პატარა ხმელი ტოტები მინდა ვიპოვო და დავამატო რა. თორე ეგრე გაუჭირდება. აი ესეთი მაყალი მაქვს წამოღებული, მაგრამ იმდენად დიდი აქვს ამას ჭრილები, რომ მგონი აქ გამისყლდება ეს მოლუსკები და რა ვქნა არ ვიცი, რა ვიღონო. ესეც ჩვენი მოლუსკები. არა, ესენი არც ერთი არ გაჩერდება. ნუ უნდა მოვხარშო რა, სხვა გზა არ არის. აი ესე გავამზადე. ნუ ჯობდა შეწვა, მაგრამ სეტკა არ მაქვს და ვერ შევწვა ვერანაირად და ჯობია მოვხარშო.
აუ მე მგონი ძალიან კაი რაღაცა გამოდის. ეს ორმო ამხელა არ იყო რა. თითქმის აი ესე იყო, სადაც ეს ქვა ვიდევს და ნახეთ ცეცხლმა ხელაზე გააფართოვა. თავისთვის მოიწყო პატარა ღუმელი. პირველად ვამზადებ ზღვის პროდუქტს და როგორც ვიცი დიდი ხანი დუღილი არ უნდა ხოლმე. უბრალოდ რახან ჩემი დაჭერილია მეშინია რა და მირჩევნია კარგად მოიხარშოს. 5 წუთიც ვაცადოთ და ავიღებ რა. შეუდგები ჭამას. დღეს არაფერი არ მიჭამია საერთოდ. არაფერი. ჭიერი ვარ. მოკლედ თელ დღე შემშლის შემდეგ გონი რაღაც გავამზადეთ. ესე გამოიყურება ჩვენი კერძი. სუნი არ მომწონს. რაღაცა სანელებელი მინდა დაუმატო. ცოტა გააგემრიელოს. აუქნახა ბევრი თევზის მოყვარული გამლანძღავს, მაგას არაფერი არ უნდაო და ძალიან მშია და არ მინდა რომ შემეზიზღოს და ისევ ჭამო. ერთი სიტყვით აი ესეთი რაღაცა გავაკეთეთ. ამით დავიწყებ პირველი. ცუდი არ არის. ჩვეულებრივი თევზის გემო აქვს. ცეთები დიდები რომ დამეჭირა იქნებოდა ძალიან მაგარი. ესენ ძალიან გემრიელი. არ მეგონა ესე გემრიელი თუ იქნებოდა სხვათა შორის. ძალიან გემრიელია. როგორც ზესუმზირა ისე მიდის. მოკლედ ესეთი კარგი თუ გამოვიდოდა ნამდვილად არ ველოდი რა. რა თქმა უნდა ვერ გამაძღო, მაგრამ შიმშილის გრძნობაც მომიკლა რა. ისე ძალიან აღარ მშია. კაი იყო რა. შიმშილის გრძნობა მომიკლა. ძალიან ისე აღარ მშია. ატყვილად არ მithევზავია 2 საათის განმავლობაში. უბრალოდ უფრო დიდები რომ იყვნენ, უფრო კარგი გემრიელი და კარგი იქნებოდა რა. მაგრამ არ შევხვდა საერთოდ, ალბათ უფრო სიღრმეში არიან დიდი მოლუსკები. ეხლა ის გადამჩენია რომ მატრასი გავშალო და დავიძინო რა. ესე მოვაწყე საძინებელი, მატრასი გავბერე, ჩავაფინე და აქვე დავწვევი და ეხლა ის გადამჩენია რომ დავიძინო. აბა, ადიოს მუჩაჩოს, დილა შევხვდებით. ესეთი რაღაცა დადის და ტყუინი წაიღო მთელი ღამე რა. ხან სილაში დადის, ხან ჩემთან ამოდის. ეავ იმნაირშტერია ზემოთ ვერ ცადის და არც მინდა მოვკლა. მოკლედ ღამე რუსპირას ძილი არის ძნელი, იმიტომ რომ ვერ ვიძინებ. ტალღების ხმა, ქარი, ამიშრიალი, ფაქტურად ფხიზლად ვარ მთელი ღამეა რა. მინდა რომ ცოტა დამეძინოს, მაგრამ ვერ ვიცი. არა და ძალიან მშია. დღეს ღამის 2 საათია. ტალღების ხმა მიმატა და ღამის ბრალია რომ დაღამდა თუ ტალღები ადით და ეგ არ ვიცი და მაგის შესამოწმებლად მივდივარ ახლა. რამე განსაკუთრებული ტალღები არ არის. ახლა როგორი ხმაც ისმის, ისეთი ტალღები ნამდვილად არ არის. ჩვენი ბანაკი ამაყად დგას ფეხზე. ქარმა მგონი შეიცვალა მიმართულება, ახლა აქეთ უბერავს. ამას რა უნდა ხო ვეღარ გავიგე. ეხლა უცებ გამეღვიძა რაღაცის თქმა მოვიწყდებოდა. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ვიდეოს და ლაიქება. სანამ მე მძინავს, შენ ეხლა უნდა ადგე. დააჭირო გამოწერის ღილაკს ხელი და დააჭირო ლაიქს. წავალ ახლა მე დავიძინებ. დილამშვიდობისა მეგობრებო, დილის 5 საათია 6 დაიწყო. თენდება უკვე მალე მზეც ამოვა. ყველაზე არაკომფორტული ღამე მქონდა. მთელი ღამე ხო ასილებისგან გაწმენდას მოუნდი ამ მორმოსი. შემდეგ აფართოება დამეზარა, ფეხები წესიერად ვერ გავშალე.
თითქოს არც მეძინა რა, ეგრე გამოდის. აქედან ეხა პირდაპირ აბანოში და შემდეგ ისეთ რესტორანში, სადაც სწრაფად მოამზადებენ და მაგ გარგემრიელობაში ვჭამ. ერთი სიტყვით ესეთი გამოვიდა ჩვენი კემპინგი. წყალიც მოვიპოვეთ, საკვებიც ვნახეთ, ჩემგან მოთევზავე არ გამოვა, მაგრამ მოპოვებაში პირველი ვარ. მადლობა რომ მიყურებდით, ჩემთან ერთად იყავით, მეომარი ვარ, ეს Wild-Dog-ის არხია, არ დაგავწყდეთ ვიდეოს და ლაიქება, არხის გამოწერა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ეხა კი წავედით, დავიბანოთ და ვჭამოთ. აბა შემდეგ ვიდეომდე.